მოგესალმებით ეთერში ასტასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ეს არის არაღიარებული რეჟიმის პროპაგანდის სრული კრახი, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ იგი შეძლებდა ტრამპთან ურთიერთობების ნორმალიზებას. ასე შეაფასა ლელო ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტი. მისივე თქმით, საქართველოს მართავს ანტიდასავლური რეჟიმი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას ამჯობინა რუსეთი, ირანი და ჩინეთი. ეს არის გეოპოლიტიკური კატასტროფა ერისთვის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ეძებდა სწორედ ასეთ მომენტს, რაც შესაძლებელს გახდიდა ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობისკენ სწორი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას, აცხადებს გეგელია. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას მოაწერეს ხელი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ხელმოწერის ცერემონია ბაქოში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ამ პოლიტიკოსების საქციელი შეიძლება თავისუფლად შეფასდეს როგორც ღალატი პოლიტიკური მნიშვნელობით, როდესაც ცდილობ გამოიწვიო ხან ბომბების, სანქციების და განცხადებების წვიმა და ასე შემდეგ. როდესაც შენს ქვეყანას ებრძვი ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური სასჯელი მათ უკვე მიღებული აქვთ, რაც არჩევნებზეც გამოიხატა. ამავე თემაზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებული პოლიტიკოსები უნდა შეეგუონ, რომ როცა სხვაგან გარბი ხარ, რათა უცხო გამოიყენო შენის წინააღმდეგ, უცხოს გამომყენებელს მოღალატე ჰქვია. საქმიანი ურთიერთობა სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტს შორის გრძელდება. სუსის განცხადებაში მოცემული არა იყო ვიზიტის მიზანი, საფუძველი და შინაარსი. ვიზიტი შეეხებოდა უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობას. ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც სუსის უფროს მამუკა მდინარაძის ამერიკაში ვიზიტს შეეხებოდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობა იმ ფონზე, რომელიც დღეს გლობალურად არსებობს. შეკითხვაზე მამუკა მდინარაძეს ამერიკაში ვიზიტისას ხომ არ განიხილებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნის საკითხი, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ სუსის განცხადებაში მოცემულია ვიზიტის მიზანი, საფუძველი და შინაარსი. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის წარმოუდგენელი ფაბრიკაცია. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ასეთი პრაქტიკა წარსულში უნდა დარჩეს და საზოგადოებამ უნდა მოძებნოს ძალა, რომ მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად კონსოლიდაციისკენ წავიდეს. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება სამწუხაროა და არსებული დაპირისპირება, ზიზღის გაღვივება და მსგავსი ტიპის სამართლებრივი პროცესები სახელმწიფოსთვის საზიანოა. ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს არ აქვს საკმარისი რესურსი მსგავსი დაპირისპირების გასაგრძელებლად და დაუშვებელია სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. არ გამოვრიცხავ გარკვეულ დონეზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების აღდგენას, თუმცა სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა, როგორიც გვქონდა 2023 წლამდე, ამ ეტაპზე არარეალისტურად მეჩვენება. ამის შესახებ ყოფილმა დიპლომატმა ჯეოქეისის მკვლევარმა ნიკოლოს ხატიაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში რეზიუმე განაცხადა. მისი თქმით, თუ გვინდა ამერიკასთან ურთიერთობების აღდგენა, საქართველომ უნდა დაანახოს, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს საქართველომ მისთვის. ნიკოლოს ხატიაშვილის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის სომხეთში ვიზიტი და იქ გაკეთებული განცხადებები მიუთითებს, რომ თუ წლების განმავლობაში საქართველო უკონკურენტო იყო ამერიკასთან ურთიერთობების კონტექსტში და წარმოადგენდა დასაყრდენს, დღეს უკვე სომხეთი გახდა ახალი მოთამაშე და საქართველოსთვის სერიოზული კონკურენტი გაჩნდა სომხეთის სახით რეგიონში. საქართველოს 11-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლე სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყავალაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, მიხეილ ყავალაშვილი მილანოვიჩს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით საიამ ეუთოს ადამიანური განზომილების მექანიზმის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია წარადგინა. როგორც განცხადებაში ანათქვამი, ინფორმაცია საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს ეხება, მათ შორის შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების, წამების აკრძალვის, პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლო სისტემის გამოწვევებისა და რეპრესიული კანონშემოქმედების შესახებ. ინფორმაცია დამატებით აანალიზებს
2024 წლის შემდგომ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მედიის რეგულირების გამკაცრებას, კრიმინალიზაციის მიზნით ახალი სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეგულირებების შემოღებას, მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. საიას მიერ წარდგენილი ინფორმაცია მოიცავს 7 მცირე თემატურ დოკუმენტს, რომლებიც ეფუძნება ორგანიზაციის კვლევებსა და შეფასებებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს და საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. თითოეული დოკუმენტი შეიცავს საიას მიერ გამოქვეყნებული რელევანტური პუბლიკაციების ჩამონათვალს. აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჯარო მოხელეებს უმასპინძლა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრა გახსნა რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა ნინო ჭავჭავაძემ. შეხვედრის დასასრულს ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს თანამშრომლებს საინტერესო ლექციებისთვის. ღონისძიების მონაწილეები სააგენტომ ბიბლიით დაასაჩუქრა. ტრენინგი საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა. თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, თუ ავარიული შენობებიდან ქირით გაყვანილი ადამიანი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას 6 თვის შემდეგ ქირის მიღება შეუწყდება. კალაძის ცნობით, ქირა აღუდგება მას შემდეგ, რაც განცხადებაზე თანხმობას გასცემს ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობაზე. პირს, ვინც უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, 6 თვის შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება, მხოლოდ მას შემდეგ აღუდგება, როცა თანხმობას გასცემს პროგრამაში მონაწილეობაზე. გვაქვს შემთხვევა, ავარიულია შენობა და ცხოვრება პრობლემას წარმოადგენს. ოჯახები ქირით გაგვყავს, რათა ჩანაცვლება მოხდეს და არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან პროგრამის განხორციელებას. ეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს სხვა ადამიანებისთვის, აღნიშნა კალაძემ. საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობის და მონაწილეობის ფაქტზე 3 პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხობის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია და ხელმძღვანელობდა 3 პირზე ჯგუფურ ძალადობას. ორგანიზატორი და კიდევ 2 ბრალდებული ძალადობით თავს დაესხნენ ავტომანქანაში მყოფ დაზარალებულებს და ცეცხლსასროლი იარაღის მუხარით გადმოსვლას აიძულებდნენ, რა დროსაც ავტომანქანა დააზიანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. 3 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეოთხე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. მოსკოვი ბაქოსთან და ერევანთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა. რა თქმა უნდა, ვაპირებთ ჩვენს პარტნიორებთან ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ისე, რომ ეს ურთიერთობები სასარგებლო იყოს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც, განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ამასთან მისი მტკიცებით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის როლი სომხეთის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში აშკარაა და რუსეთი იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში სომხეთთან თანამშრომლობა გაგრძელდება. ვარშავის პოლიციის თანამშრომლებმა კონტრტერორისტულ სამსახურთან თანამშრომლობით ვიელუნის დასახლებაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ოპერაციაში სასაზღვრო დაცვის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით ეს იყო ლიეტუვის სასამართლო სისტემის მიერ ინიცირებული მასშტაბური ოპერაცია, რომელმაც მისი ქვეყანაში ძებნილი ერთ-ერთი ქართველის დაკავების ორდერი გასცა. პოლონური მედია წერს, რომ ძებნილ ქართველთან ერთად ოფიცრებმა მისი კიდევ 3 თანამემამული დააკავეს. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები პოლონეთში მათი ყოფნის კანონიერებას ამოწმებენ. გავრცელებული ინფორმაციით მათი პოლონეთიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. პოლიტიკომ გამოაქვეყნა ბრიუსელისა და კიევის ომის უახლესი ზელენსკის 5-პუნქტიანი გეგმა. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ევროკავშირში 2027 წელს მიიღებენ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი X-ზე წერს. მისი მტკიცებით, ეს ახალი გეგმა უნგრეთის წინააღმდეგ ომის ღიად გამოცხადებაა. ისინი უგულებელყოფენ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტილი აქვთ ნებისმიერი საშუალებით გადააყენონ უნგრეთის მთავრობა. მათ სურთ, რომ პარტია ტისა მოვიდეს ხელისუფლებაში, რადგან ამ შემთხვევაში აღარ იქნება ვეტო. წინააღმდეგობა და მათ კონფლიქტში
ჩართულობისგან თავის შეკავება, წერს ორბანი. მისი თქმით, უნგრელებმა მიმდინარე წლის აპრილში საარჩევნო ყუთთან გადაწყვეტილების მიღებით უნდა შეაჩერონ ისინი. ფიდესი ერთადერთი ძალაა, რომელიც უნგრეთსა და ბრიუსელის მმართველობას შორის დგას და უნგრეთის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტია, წერს ორბანი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გეგმას გამოაცხადებს. ასევე ცნობილია, რომ კიევი რუსეთთან მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმისა და ეროვნული არჩევნების ერთდროულად ჩატარების საკითხს განიხილავს. როიტერსმა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკასა და უკრაინის მომლაპარაკებლების მიერ განხილული ჩარჩოს თანახმად, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინელ ამომრჩეველს რეფერენდუმზე წარედგინება და ხმის მიცემა ეროვნული არჩევნების პარალელურად მოხდება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.